მაშინ, როცა უკრაინა მშვიდობასთან ყველაზე ახლოს აღმოჩნდა, ბლუმბერგის მიერ გამოქვეყნებულმა სკანდალურმა ჩანაწერებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. გავრცელებული სატელეფონო საუბრიდან ირკვევა, რომ რუსეთის ინტერესების დაცვაში პუტინის თანაშემწესთან ერთად შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფიც მონაწილეობდა და იური უშაკოვს დონალდ ტრამპთან სამშვიდობო შეთანხმების შესახებ წინადადების საუკეთესოდ წარდგენის ვერსიებს თავაზობდა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტის თანაშემწესა და პუტინის სპეციალური წარმომადგენლის საუბრიდან დასტურდება, რომ ეგრეთ წოდებული 28 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა პუტინის თანაშემწეებმა მოამზადეს და უიტკოფს ის საკუთარ ნამუშევრად უნდა წარედგინა. გავრცელებულ ჩანაწერებს მოლაპარაკების სტანდარტულ ფორმად მიიჩნევს თეთრი სახლის ლიდერი. კრემლში კი სკანდალს შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობების ხელოვნურად დაზიანების მცდელობა დაფასებენ და საუბრის შინაარსის გასაჯაროებისგან თავს იგავებენ. ეს მოლაპარაკების სტანდარტული ფორმაა. ეს არის ის, რასაც გარიგების შემსრულებელი აკეთებს. საუბრის შესახებ არ მსმენია, თუმცა მსმენია, რომ იყოს სტანდარტული მოლაპარაკება. ვფიქრობ, უკრაინასაც იგივე შეუბნება, რადგან თითოეულმა მხარემ საკუთარი აზრი უნდა გამოთქვას. უიტკოფს ხშირად ვესაუბრები, მაგრამ საუბრები შინაარსზე კომენტარს არ ვაკეთებ. არ ვიცი საიდან გავრცელდა, ვიღაც ავრცელებს, ვიღაც უსმენს, მაგრამ ჩვენ არა. ალბათ მიზანი ხელი შეშლა. რაც შეეხება უიტკოფს, შემიძლია იმის თქმა, რომ მომავალ კვირაში მისი მოსკოვში ვიზიტის შესახებ წინასწარი შეთანხმება მიღწეულია. მომავალ კვირაში უიტკოფის მოსკოვში ვიზიტს თეთრი სახლის ლიდერიც ადასტურებს. ომის დასასრულებლად კი კომპრომისს კვლავ კონფლიქტში მყოფი ორივე ქვეყნის ლიდერებისგან ითხოვს. ტრამპი გეგმის შეთანხმებულ პუნქტებზე საუბრობს და ადასტურებს, რომ მუშაობა საბოლოო მშვიდობამდე გაგრძელდება. ჩვენ პროგრესს ვაღწევთ. ჩვენს მიერ წარმოდგენილი გეგმა იყო ერთგვარი რუკა. ეს იყო კონცეფცია. თავიდან მასში 28 პუნქტი იყო და დარჩა 22. ნახოთ რა გამოვა აქედან. რაც შეეხება ტერიტორიების საკითხს, რუსეთს უფრო მეტი ადამიანი ყავს ვიდრე უკრაინას, მეტი ჯარისკაცი ყავს და 2 თვის შემდეგ უკრაინამ ეს მიწების შესაძლო მაინც დაკარგოს. რაც შეეხება რუსეთს, მათი დათმობა ის იქნება, რომ შეწყვეტენ ბრძოლას და ტერიტორიებს აღარ დაიკავებენ. ევროპა მოლაპარაკების მაგიდასთან ისევ ადგილს ითხოვს. უკრაინის ნატოში გაწევრიანებას კი გარდაუვალ მოცემულობად მიიჩნევს. ევროატლანტიკური სტრუქტურები რუსეთს ძირითად საფრთხე დასახელებენ და უკრაინის მშვიდობის გეგმას ევროპის ჩართულობის გარეშე არ განიხილავენ. ომის დასასრულებლად ახლა უკვე გვაქვს საწყისი წერტილი. უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაა. ამიტომ უკრაინას სჭირდება სანდო, გრძელვადიანი და საიმედო უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენ შევთანხმდით ერთ მთავარ პრინციპზე: არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე, არაფერი ევროპაზე ევროპის გარეშე და არაფერი ნატოზე ნატოს გარეშე. ყველას გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ დასრულდება. უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ერთი აგრესორი და ერთი მსხვერპლი არსებობს. პირველი ნაბიჯი სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს, თუმცა ამჟამად არანაირი ნიშანი არ არის იმის, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა. უკრაინის ნატოში გაწევრება შეუქცევადია, თუმცა რამდენიმე მოკავშირე, მათ შორის შეერთებული შტატები, ახლა ამ გაწევრებას ეწინააღმდეგებიან. მშვიდობის ტრამპისეულ გეგმაზე უკრაინისგან თანხმობა მიღებულია, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი კვლავ ღიარჩება. ტერიტორიების დათმობა, არმიის რიცხოვნობის შემცირება და ნატოში გაწევრიანება. ის ძირითადი საკითხებია, რომელზეც ოფიციალური ვაშინგტონისა და კიევის შეთანხმება ამ დრომდე ვერ ხერხდება.